ბოლო 2 დღეა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ინტენსივობა იკლებს, თუმცა უფრო მანამდე კრემლს სასტიკი ერიშები მიჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის პარალელურად კი უკრაინის მოკავშირეები სულ უფრო ჩქარობენ, რომ ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები. სწორედ ამ თემაზე იმუშავა ევრონიუს ჯორჯიას სამხედრო მიმომხილველმა გიორგი თუხარელმა და ის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობა, როგორც აღნიშნე, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმართავს რუსეთის საჰაერო იერიშებს. დასავლური არაერთი კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთს არ აქვს ისეთი სტრატეგიული წარმატება, რომელსაც თქვათ ომის დაწყების პირველ პერიოდში ელოდნენ ისინი და ბოლო პერიოდში ეს წარმატება შემოიფარგლება მხოლოდ რაღაც მცირე ტიპის დასახლებების აღებით და ტაქტიკური წინწაწევით უკან დახევით სტრატეგიული რამე წარმატებისთვის არ მიუღწევია. თუმცა საკმაოდ აქტიურად იყენებს საჰაერო იერიშებს და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რაზეც ქვეყანა და ქვეყნის პრეზიდენტი არაერთხელ საუბრობს და არაერთხელ აღუნიშნია ეს და რა არის პეტრიოტის სისტემა, რაზეც ეს ბოლო პერიოდია ხშირად გვესმის და რატომ არის ის კრიტიკულად აუცილებელი. ეს თანამედროვე შეიარაღება, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ, მაშინ 8 ერთეული პეტრიოტის სისტემა მიაწოდეს ეს დასავლური წყაროების მიხედვით, შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, აი მართვის პუნქტი არის რადარი, რადარის დანიშნულება ის არის, რომ აღმოაჩინოს რაკეტები, ფრინავი აპარატები და სხვადასხვა საშუალებები, რომელიც 150 კილომეტრის მასშტაბი არის დაახლოებით. ამის შემდეგ ერთვება გამშვები მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით 160-150 80 კილომეტრის რადიუსში ანადგურებს მიზანს. რომ წარმოვიდგინოთ რა ტიპის დაფარვაზეა საუბარი, ეს რკალით არის შემოხაზული, აი მაგალითად კიევის გარშემო რკალით არის შემოხაზული ის ტერიტორია, რომელსაც ფარავს ერთი პეტრიოტის სისტემა და როგორც ცნობილია და როგორც თვითონ კიევშიც და უკრაინაშიც აცხადებენ, მხოლოდ ერთი და რამდენიმე ერთეული პეტრიოტის სისტემა არ არის საკმარისი და ჩვენ მოვისმინეთ ბოლო პერიოდში მაგალითად ამერიკის გენერლების მხრიდან ნათქვამი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეწოდოს და არაერთი პეტრიოტის სისტემა. თუ რამდენი მიეწოდება, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ საჰაერო თავდაცვას. ფაქტია, რომ დასავლეთი აქტიურად ცდილობს, რომ გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. რაც შეეხება შეიარაღებას ამ ნაწილში უნდა გამოვყოთ გერმანიის კანცლერის განცხადება, მან თქვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეწოდოს უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები. აი ამ წუთას რა იარაღი აქვს თქვა უკრაინას და რა ტიპის შეიარაღების მიწოდებაზეა საუბარი, ეს რომ უკეთ განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. რამდენიმე ტიპის შეიარაღებას ფლობს დასავლურს უკრაინა, მათ შორის ისეთი შეიარაღება, როგორც არის Storm Shadow ბრიტანული, ეს საკმაოდ აქტიურად გამოიყენეს უკრაინელებმა ყირიმის ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსულ სამიზნეებზე. ცნობილი ყველასათვის ცნობილი ატაკამსის რაკეტები, თუ Storm Shadow 250 კილომეტრ მანძილზე ფარავდა სამიზნეებს, ატაკამსი 300 კილომეტრზე, თუმცა თავიდან მიაწოდეს სხვა მოდიფიკაციის რაკეტები, რომელიც დაახლოებით 160 კილომეტრს ფარავდა. რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, გრაფიკულადაც არის გამოსახული დაახლოებით რა მანძილზე მიდის ეს სარაკეტო საშუალებები და ის, რაზეც მერცი საუბრობდა, თუმცა პირდაპირ არ უთქვამს, რომ ტაურუსის რაკეტას აწვდიან უკრაინას, მაგრამ თქვა, რომ შორი მოქმედების რაკეტას მიაწვდიან უკრაინას. ყველაზე მაქსიმუმი დაფარვა ექნება, ასე ვთქვათ, ამ მომენტისთვის, თუ მიაწვდის, ეს არის 500 კილომეტრი. აქვე მნიშვნელოვანია ასევე ვთქვათ, რომ უკრაინას აქვს ეროვნული წარმოების სარაკეტო ფრთოსანი საშუალებები, რომელზეც მუშაობს, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ თვითონ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მუშაობენ ნეპტუნზე, რომელიც 1000 კილომეტრზე ფარავს მანძილებს და ანადგურებს რუსულ სამიზნეებს. ზურგში დარტყმები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამით აჩერებენ ტემპს უკრაინელები, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ, პრობლემა ექნება მომარაგების თვალსაზრისით რუსულ არმიას, რომ უკრაინას შეუტიოს და ასევე საუბარია, ასე მნიშვნელოვანია, რომ დასავლური მედიალის საშუალებები
წერდნენ, რომ ამერიკამ შეიძლება მისცეს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს შეიარაღება ამერიკის საზღვაო ძალებისთვის არის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი, ასე ვთქვათ, რაკეტა და 1500-დან 2500 კილომეტრამდე მანძილს ფარავს და რომ წარმოვიდგინოთ, ეს საკმაოდ დიდი მანძილი არის. აქამდე თუ ოპერაციებს უკრაინა ძირითადად დრონებით და უპილოტო საფრენი აპარატებით ახორციელებდა, ახლა შეიძლება რომ სარაკეტო ფრთოსანი საშუალებებით მიიტანოს. ფაქტი კიდევ ერთი ის არის, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ააქტიურებს დასავლეთი კონსოლიდირებას, ძალების კონსოლიდირებას უკრაინისთვის და კიდევ უფრო უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი რა ტიპის რაკეტებს მისცემს დასავლეთი უკრაინას. ამავე თემაზე ვესაუბრეთ სტუმარს და მოდი ვნახოთ ეს ინტერვიუ. მოვისმინოთ. ჩვენი სტუმარია სამხედრო საინფორმაციო პორტალის ალფასიხშირის დამფუძნებელი, სამხედრო მიმოხილველი ოთო კონჯარია. მოგესალმები ოთო, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა მექნება ზოგადი, ასე ვთქვათ, რა ტიპის შეიარაღებას ფლობს ახლა უკრაინა? საუბარი მაქვს შორი მოქმედების დასავლურ სამხედრო საშუალებებზე. ამ ეტაპისთვის უკრაინა ფლობს ფრანგულ-ბრიტანული წარმოების Storm Shadow Scalp-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს. ზუსტი რაოდენობა არ არის გარკვეული თუ რამდენია, ესე ვთქვათ, მარაკში, თუმცა დაახლოებით ამ ომის დაწყების შემდეგ დღემდე უკრაინას დაუდასტურებელი ინფორმაციით მიღებული აქვს 250-დან 300-მდე ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც საკმაოდ წარმატებით იყენებდა და დღემდე იყენებს. გასაგებია, რომ ის მასშტაბი არ არის, რაც სჭირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს, თუმცა არაერთხელ ყოფილა ესეთ შემთხვევა, როდესაც დაუბომბავთ სამეთაურო პუნქტები, ყოფილა ეს ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, ყოფილა ეს კურსკის ოლქში, ასევე ხშირად იყენებდნენ აი ამ Storm Shadow Scalp-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს სამეთაურო პუნქტების დასაბომბად უშუალოდ ოკუპირებულ ნაზელში, შეხედულობაში მაქვს დონეცკის ოლქი, ლუგანსკის ოლქი, ასევე ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა საბრძოლო მასალის დიდი საწყობების დასაბომბად და გარდა ამისა Storm Shadow Scalp-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა უკრაინას ასევე მიღებული აქვს შეერთებული შტატებისგან MGM-140 ატაკამსის ტიპის 300 კილომეტრზე მფრენი ბალისტიკური რაკეტები, თუმცა ეს არ ყოფილა იმ მარაგებში, ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა უკრაინისთვის. საკმარის რაოდენობით არ მიუღიათ, თუმცა მასაც იყენებდნენ ეს მეტნაკლებად წარმატებით, იმიტომ რომ იყო შემთხვევები, როდესაც რუსებმა ჩამოყარეს ატაკამსები, თავიანთი ჰაერსაწყინამდებო თავდაცვის კომპლექსებით, თუმცა ასევე ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაუნადგურებიათ მნიშვნელოვანი ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსები, იგივე C-400-ები, იგივე ისკანდერის გათვლები, ანუ ხედულობაში მაქვს უშუალოდ ეკიპაჟი და თვითონ გამშვები კომპლექსები. და აი ამ დღევანდელი მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა ასევე მიმდინარეობს უკრაინაში საკმაოდ აქტიურად ეროვნული პროგრამები. ამ პროგრამაში საკმაოდ აქტიურად ეხმარებიან უკრაინელებს გერმანელები და სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები. როდესაც საუბრობთ ჩვენ შორი მოქმედების არაკეტო შესაძლებლობებზე უკრაინის, აუცილებელია გავითვალისწინოთ დაფარვის არეალი. ასევე როდესაც საუბრობთ სხვადასხვა ტიპის შეიარაღებაზე, მათ შორის ატაკამსზე, მათ შორის თუნდაც Storm Shadow-ზე, არის სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტები, რომელთა დაფარვის არეალი განსხვავდება. ახლა რა ტერიტორიას ფარავს, ასე ვთქვათ, სადამდე წვდება უკრაინის ფრთოსანი რაკეტები, რომელსაც დასავლეთიდან იღებს, რამდენ კილომეტრს ფარავს და რეალურად ცნობილია ისიც, რომ თუნდაც ტაურუსის მიღების შემთხვევაში უკრაინა დაახლოებით 500 კილომეტრამდე გაზრდიდა დარტყმის შესაძლებლობას. ეს მანძილი მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვამდე წვდება. აი ახლა ამჯერად რა ტიპის შეიარაღებით რა მანძილის დაფარვა შეუძლია? დღევანდელი აი ამ მოდიფიკაციებით, რასაც უკრაინა ფლობს, ანუ ამ შემთხვევაში Storm Shadow Scalp-ი და ასევე ატაკამსი, მათ შეუძლიათ 300 კილომეტრის რადიუსში განახორციელონ დარტყმები. თუმცა Storm Shadow-ს შემთხვევაში არის ასევე ანუ domestic შიდა წარმოების ეს Storm Shadow-ები, რომელსაც უფრო გაზრდილი მანძილი აქვს. და აქ საუბარია 400-450 კილომეტრზე, თუმცა ეს მოდიფიკაციები უკრაინას არ აქვს მიღებული და აქედან გამომდინარე ისინი კონკრეტულად შეზღუდულები არიან მოქმედების არეალში, 300 კილომეტრი არის ის
რა სივრცეც შეუძლიათ მათ დაფარონ აი ამ მოცემული რაკეტებით. თუმცა თუ ტაურუსებს მიიღებენ უკვე 500 კილომეტრზე შეძლებენ ისინი განახორციელონ დარტყმები. არის ესეთი საუბრები, რომ მოქმედების მანძილი საკმაოდ გაიზრდება, საუბარია 800-1000 კილომეტრზე და ისინი ესე ვთქვათ სერიულ წარმოებაში ფართოდ ჩაშვების შემთხვევაში შეძლებენ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაფარონ და არტყან რუსების ლოჯისტიკურ ცენტრებს ზურგში, იქნება ეს ბაზები, იქნება ეს მომარაგების რაღაცა ცენტრები, იგივე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები თუ სხვა ობიექტები. ახლა ბოლო პერიოდში როდესაც კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები, რომ უკრაინას დამატებით შეიარაღება მისცეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ტრამპმა განაცხადა, რომ თქვათ იგივე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დაეხმარება. რა მოლოდინებია უკრაინაში, როგორც მიმომხილველი, რომელიც ყოველდღიურად ეცნობი ფრონტის სიახლეებს, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სიახლეებს. რა მოლოდინებია, რა ტიპის შეიარაღებაზე არის ასე ვთქვათ გაჩენილი უკრაინის საზოგადოებაში მოლოდინი, რომ მიიღებენ ისინი დასავლეთიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც უკრაინას სჭირდება, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები. კი, საუბარია, რომ დამატებითი კომპლექსები ან ბატარეები უნდა გადასცენ, საუბარია 5 ბატარეაზე პეტრიოტისა, თუმცა ამ პეტრიოტის ბატარეებს სჭირდება დიდი რაოდენობით რაკეტები და სწორედ ეს არის დღეს ისეთი ყველაზე მოწყვლადი მასალა და საშუალება, რომელსაც დიდი რაოდენობით დასავლეთში ვერ შეულებენ, იმიტომ რომ ეს არ არის იმ მასშტაბით წარმოებული, მხედველობაში მაქვს ანტირაკეტები PAK-3 და PAK-3MS-ის ტიპის რაკეტები, რომლებიც გამოიყენება კინჟალების და ისკანდერის ტიპის ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტების ჩამოსაყრელად. სწორედ აი ეს კომპონენტია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და კი გასაგებია რომ დამატებითი კომპლექსები შემოვა, მაგრამ აი ამ კომპლექსებს უნდა მოყვეს მათზე გაცილებით მეტი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, იმისათვის რათა უკრაინელებმა შეძლონ მნიშვნელოვანი სივრცეების, მინიმუმ ქალაქების გადაფარვა და მათი დაცვა ბალისტიკური რაკეტებისგან, რომელთა გამოყენება გაზრდილია ბოლო თვეების განმავლობაში რუსების მხრიდან და ასევე პენეტრაციაც სამწუხაროდ გაიზარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიღმა, იმიტომ რომ ბევრს ისვრიან, ასევე ისვრიან საკმაოდ დიდი რაოდენობით შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონებს, რომელთა გამოყენება ბოლო პერიოდში საშუალოდ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-დან 700-მდე და აი ამ ფონზე, როდესაც კომბინირებული იერიშები მიმდინარეობს, უკრაინას სჭირდება კონკრეტული ტიპის ანტირაკეტები, რომლებიც უშუალოდ გათვლილი იქნება ბალისტიკურ რაკეტებზე. სხვა ტიპის სამიზნეებზე, აეროდინამიკურ სამიზნეებზე ამ შემთხვევაში ფედერალობაში მაქვს დრონები და ფთოსანი რაკეტები, იქ უკვე სხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსებმა უნდა იმუშაონ და მათთვისაც საჭიროა დიდი რაოდენობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მოწოდება. ანუ დღევანდელი მოცემულობით უკრაინას ასე თუ ისე გამშვებ კომპლექსებში და ესე ვთქვათ, საჰაერო თავდაცვის სისტემებში ისეთი კატასტროფული მდგომარეობა არ აქვს, როგორც აზენიტო რაკეტებში. კატასტროფულ მდგომარეობაში გულისხმობ იმას, რომ უფრო მეტი უძვრებათ დღეს სამწუხაროდ, ვიდრე მანამდე იყო და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მცირდება რაკეტები. ამიტომ დასავლეთმა და მათმა პარტნიორებმა, უკრაინის პარტნიორებმა უნდა გაზარდონ და დააჩქარონ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის. დაბოლოს მინდა გითხოთ, თქვენ ახსენეთ, რომ აი 300 კილომეტრი არის მაქსიმალური დაფარვა, რაც შეეხება, ვთქვათ, სარაკეტო საშუალებებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან. ეს მაყურებელს კიდევ ერთხელ აუღუწეროთ და აუხსნათ, რას ნიშნავს ეს 300 კილომეტრიანი, ესე ვთქვათ, ბუფერი შეიძლება არ უწოდოთ ამას სწორად ეს არ გასახავდეს, მაგრამ ეს არეალი და ამ არეალზე წვდომა რას ნიშნავს უკრაინის არმიისთვის და რას ნიშნავს რუსეთისთვის. რა პრობლემებს უქმნის რუსეთს და შედის თუ არა ამ 300 კილომეტრიან დაფარვის არეალში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბაზები, მაგალითად გუდაუთის და ცხინვალის ბაზა. არ შედის არა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისაწვდომად, პირობითად ოდესიდან თუ გაუშვებენ რაღაც ფთოსან ან ბალისტიკურ რაკეტას, საჭირო იქნება დაახლოებით 500 კილომეტრამდე, 400 რაღაცა კილომეტრამდე მოქმედი საბრძოლო მასალა ამ შემთხვევაში ფთოსანი რაკეტა იქნება ეს თუ ბალისტიკური რაკეტა. თუმცა ესეც დადგება ჩემი აზრით დღის წესრიგში და ამას ჩვენ ვნახავთ წლის ბოლომდე, როდესაც უკრაინელები მასობრივად ჩაუშვებენ სერიულ წარმოებაში ბალისტიკურ თუ ფთოსან რაკეტებს.
და გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია ის, რომ ბოლოს Wall Street Journal-მა გავრცელა ესეთი ინფორმაცია, რომ თუ 50 დღის გასვლის შემდეგ არ იხილავს ტრამპი კონკრეტულ შედეგებს რუსების მხრიდან, რომ რუსებმა ესე ვთქვათ გამოთქვან სურვილი ომის დასრულებისთვის, ამერიკელები განიხილავენ ჯასმერისა და ასევე ტომაჰავკის ტიპის ფთოსანი რაკეტების გადაცემას უკრაინელებისთვის, რაც 10-ად კი არა 100-ად ალბათ გაზრდის უკრაინელების დაფარვის ზონებს და შესაძლებლობებს მოწინააღმდეგისთვის დარტყმების მიყენების თვალსაზრისით. იქაც მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, რაოდენობა, რამდენს გადასცემენ, თუმცა ეს რადგანაც უკვე განიხილეს და რადგანაც ეს უკვე ითქვა, დღის წესრიგში დგას. შესაბამისად, თუ ეს აღსრულდება და პირობითად უკრაინელებს მისცემენ 1500-2500 კილომეტრის რადიუსზე მფრენ ტომაჰავკის ტიპის ფთოსან რაკეტებს, რომელიც დღეს ამერიკის ფლოტისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საბაზისო და ყველაზე საკვანძო მნიშვნელობის კომპონენტს თავდასხმის საშუალებებში, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შესაძლებლობებს და რუსები იგრძნობენ ცეცხლს შესაძლოა მოსკოვშიც და პეტერბურგშიც. ხოლო რაც შეეხება ამ 300 კილომეტრის მოქმედების დაფარვის ზონა რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ უკრაინელები აი ამ 300 კილომეტრის რადიუსში ურტყამენ რუსების მომარაგების ცენტრებს, ანუ მომარაგების ცენტრები მარტო ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს რაღაცა ძალიან ზურგში აქვთ რუსებს და ეს თითქოს მნიშვნელოვნად ცდება ფრონტის ხაზებს. ეს არ არის, იმიტომ რომ ლოჯისტიკა არის იმგვარად აგებული, რომ ძალიან შორს თუ არის პირობითად საბრძოლო მასალის აწყობები, რაღაცა სარემონტო ბაზები, იქნება ეს თუ ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონები, შესაბამისად ვერ აიგება იმ დონეზე ეფექტიანად საბრძოლო მოქმედებები, როგორ ეფექტიანადაც სურს რომ დაგეგმოს რუსეთის გენშტაბს, ხო? ამ შემთხვევაში ძირითადად ეს მომარაგების ბაზები განლაგებულია ფრონტის ხაზიდან 200, 180, 150 კილომეტრის დაშორებით და აი ამ ზონებს წვდებიან უკრაინელები, თუმცა პრობლემა ისევ და ისევ არის რაოდენობა და როდესაც ეს რაოდენობა გაიზრდება და მე ვფიქრობ რომ გაიზრდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიწყებს ეროვნულ წარმოებას და იქ უკვე მარაგები გაჩნდება. როდესაც მარაგები გაჩნდება და კომბინირებული იერიშებს განახორციელებენ უკრაინელები არა მარტო 300 კილომეტრში, არამედ უფრო მის მიღმა, უკვე რუსები მნიშვნელოვნად იგრძნობენ აი ამ სიმძიმეს ომისა, იმიტომ რომ იქ უკვე თითქმის ყოველდღიური რეალობა იქნება, როდესაც დაიბომბება საბრძოლო მასალის აწყობები, ბაზები თუ საჰაერო ზონები, საჰაერო ბაზები ამ შემთხვევაში, ავიაციის განლაგების ადგილები.